Talk-show 59 წამი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. პოლიტიკური ინსტიტუტები იმ ორგანიზაციების ერთობაა, რომლებიც ქმნიან, იღებენ და აღასრულებენ კანონებს. აგრეთვე შეიმუშავებენ სხვადასხვა სფეროს პოლიტიკას და აკონტროლებენ მის განხორციელებას. პოლიტიკური ინსტიტუტები ქმნიან პოლიტიკას ქვეყანაში და აერთიანებენ პარტიებს, ხელისუფლების სამივე შტოს, ფორმალურ და არაფორმალურ მმართველობას, პროფკავშირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მასმედიას და ყველა ამ სეგმენტ შორის ურთიერთობის წესს. პოლიტიკური ინსტიტუტების ხასიათი განსაზღვრავს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. Როგორ მუშაობს პოლიტიკური ინსტიტუტები საქართველოში, როგორი ხარისხის დემოკრატიას და განვითარების როგორ ტემპს გვთავაზობს პოლიტიკური პროცესი ჩვენს ქვეყანაში, რომელია პოლიტიკურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე სუსტი რგოლი. ამ და სხვა კითხვებს ჩვენ სტუმრებთან ერთად რამდენიმე წამში ვუპასუხებთ. პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლების სამი შტო, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია და მათი ურთიერთობის პრინციპები. Რატომ განსაზღვრავს ამ ინსტიტუტების სიძლიერე და შეთანხმებულად მუშაობა დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში? რას ნიშნავს ზოგადად და როგორია პოლიტიკური ინსტიტუტები საქართველოში? რამდენად ქმედითია ჩვენთან ძალაუფლების კონტროლისა და ბალანსის სისტემა? აქვს თუ არა სამოქალაქო საზოგადოებას გავლენა პოლიტიკურ ინსტიტუტებზე? დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ახლა უკვე სტუმრებთან ერთად და წარმოგიდგენთ მათ დავით ცურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტია, ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, მამუკა კუდავა, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი და ლევან სამუშია, თავისუფალი დემოკრატები. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის და აქვე მაყურებელს შევახსენებ, რომ ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს ტელეკომპანია GDS-ის მიმართ, შესაბამისად ამ საკითხზე ამ პარტიის პოზიციას ვერ მოვისმენთ. ეს არის გადაცემა 59 წამი, სადაც უკამათობ წესების დაცვით, აქ სტუმრები კითხვებს 59 წამში პასუხობენ და ოპონენტებს არ აწყვეტინებენ. გადაცემის მოსმენა შესაძლებელია რადიო უცნობის საშუალებით FM 98-სა და 1-ზე. რადიო მსმენელს და მაყურებელს კი აქვს საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღოს ინტერაქტიულ გამოკითხვაში და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს კითხვაზე, რას ანიჭებთ უპირატესობას მაღალი ხარისხის დემოკრატიას თუ სწრაფ განვითარებას. თუ უპირატესობას ანიჭებთ მაღალი ხარისხის დემოკრატიას, უნდა დარეკოთ ნომერზე 0800 თუ ფიქრობთ, რომ სწრაფი განვითარება უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, დარეკეთ ნომერზე 0800 ხოლო თუ მიგაჩნიათ, რომ დემოკრატიის მაღალი ხარისხი ხელს არ უშლის სწრაფ განვითარებას, დარეკეთ ნომერზე 0800 შეგახსენებთ გადაცემის ამ ნაწილის წესებს, ის გაცილებით რბილია დებატისგან განსხვავებით, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ დამატებითი 59 წამი აზრის გაგრძელებისთვის ან ოპონირებისთვის და ახლა უნდა დავიწყოთ საუბარი ბატონ დავით თქვენგან. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ხელისუფლების არჩევნებით შესვლის შესაძლებლობა. ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არის ეს. რამდენად შესაძლებელია და რამდენად გგონიათ, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლა მოხდება და როგორ გადანაწილებას ელოდებით ამ მხრივ პარლამენტში? ჩვენ ველოდებით იმას, რომ ეს პარლამენტი იქნება მრავალპარტიული. ჩვენ ველოდებით იმას, რომ და საზოგადოებრივი განწყობები და ის რაც სურათი, რასაც გვაძლევს კვლევები, გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, რომ არ ექნება ქართულ ოცნებას ან რომელიმე სხვა პარტიას ისეთი უპირატესობა, რომ მარტო შეძლოს მთავრობის შედგენა. ეს ვფიქრობთ კარგია, იმიტომ რომ მრავალპარტიულობა არის კარგი, რაც უფრო მეტი ინტერესი იქნება წარმოდგენილი, რაც უფრო მეტად იქნება, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სპექტრი პარლამენტში წარმოდგენილი, ეს ქვეყნისთვის უკეთესია. საარჩევნო გარემოსაც შეეხება, ეს ცალკე საკითხია. აქ, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი ვითარება, ვიდრე ეს იყო 4 და 5 წლის წინ, მაგრამ სერიოზული პრობლემებიც ასევე არის. ძალიან დიდი მადლობა. ჩავეტიები მგონი კი ბატონო, ჩაეტიეთ ნამდვილად. ქალბატონო თამარ, პოლიტიკური გარემო, ჩვენი პოლიტიკური ინსტიტუტები, რამდენად ქმნის პოლიტიკურ ალტერნატივებს ჩვენს ქვეყანაში? 59 წამი. მადლობა. ესეთი საარჩევნო გარემო მე რამდენიმე არჩევნებს ვაკვირდებოდი დამკვირვებლის სტატუსით ამ ქვეყანაში და ამდენად თავისუფალი საარჩევნო გარემო ნამდვილად არ ყოფილა. და ამაში ალბათ არავინ არ შემოგვედავება, ეს იქნება მედიის პლურალიზმის თუ ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თუ ეს იქნება სხვადასხვა შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოების მუშაობის თვალსაზრისით, თუ ნებისმიერი სხვა ძალადობა, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დაშინება, ეს ყველაფერი რაც იყო ძალიან დიდი დოზით 2012 წლის არჩევნებზე ან მანამდე არჩევნებზე და ეს იყო ნორმალური რამ, ითვლებოდა რომ ეს იყო ნორმალური რამ, ანუ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ასეთი ფაქტები არ ხდება და აღარ მოხდება. ამიტომ სრულიად კონკურენტულ გარემოში, სრულიად
თავისუფალ გარემოში, მაშინ როდესაც ყველა პარტიას აქვს შესაძლებლობა რომ პოლიტიკური კონკურენცია გაუწიოს სხვადასხვა პარტიებს, ამ გარემოში ჩატარდება ეს არჩევნები. არჩევნების შედეგები, ანუ ჩვენ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ მოცნება და ქართული ოცნება მოიგებს არჩევნებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ გასაგებია. გარემო არის დასრულდა თქვენი დრო, ბატონ მამუკა, თქვენც უნდა შეაფასოთ წინა საარჩევნო პოლიტიკური გარემო და თქვათ, რამდენად არსებობს სხვა ოპოზიციურ პარტიებში მართველი პარტიის შეცვლის რეალური ალტერნატივა. იქ ალბათ თამარი ამბობს, რომ არის ამის შესაძლებლობა, ნამდვილად დაბალანსებული წინა საარჩევნო გარემოა წელს საქართველოში. თქვენ როგორ თვლით? ასე ნამდვილად ვერ ვიტყოდი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, საარჩევნო სისტემა როგორია? ქართული ოცნება მოვიდა დაპირებით, რომ ის შეცვლიდა საარჩევნო სისტემას პროპორციული სისტემით. მან ეს არ გააკეთა იმისათვის, რომ მაჟორიტარებში მას ქონოდა უპირატესობა. ეს ერთი. მეორე, ადმინისტრაციული რესურსი არათუ არ მოქმედებს დღეს, როგორც აქ თქვა, ქართული ოცნების წარმომადგენლის მიერ, არამედ უფრო მეტად გაიზარდა მისი მნიშვნელობა. რატო? იმიტომ რომ გაიზარდა ბიუროკრატია, ქართულმა ოცნებამ გაზარდა რაიონებში, განსაკუთრებით გამგეობებში, საკრებულოებში, სიპებში, აიპებში უამრავი ვითომ დასაქმებული ადამიანი, რომელსაც არჩევნებზე მოყავს თავის ნაცავები, თავისი მეგობრები და ამავდროულად. ამიტომ სამართლიან და თავისუფალ საარჩევნო გარემოზე ლაპარაკი ზედმეტია. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ ლევან, თქვენ როგორ შეაფასებთ საარჩევნო გარემოს და რა ტიპის ცვლილებებს ელოდებით 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში? მოგესალმებით პირველ რიგში 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ველოდები ცვლილებას და ეს ცვლილება არის რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აღარ იქნება ხელისუფლებაში და ამაში დარწმუნებული ვარ თუ სამართლიანი საარჩევნო გარემო იქნა, ხოლო რაც შეეხება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემატიკებს, მე ვერ დავეთანხმები ქართული ოცნების წარმომადგენელს ქალბატონ თამარს და ვერ დავეთანხმები მასთან დაკავშირებით რომ კონსტიტუციური ორგანოები მუშაობენ გამართულად. დღეს ვერანაირად ვერ დავეთანხმები და პირველ რიგში საარჩევნო სისტემის და საარჩევნო გარემოს უფრო სწორი მუშაობისათვის არის თავისუფალი სასამართლო აუცილებელი, რომ თავისუფალი სასამართლოს პირობებში იქნას განხილული საარჩევნო დავები და ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საერთო სასამართლოების სრული მურუსიზაცია მოხდა, ანუ მურუსიძეს გადაცეს საარჩევნო სასამართლო სისტემა ხელში. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ საარჩევნო გარემო იქნება და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული დავები სამართლებრივად გადაწყდება, ცოტა არასწორია და ასევე უნდა ითქვას მედიასთან დაკავშირებული ეს არის რუსთავიორთან დაკავშირებული პრობლემა, რაზეც პრესი არ თქმა წარშია. გასაგებია, დიდი მადლობა. თუ შეიძლება კი ბატონო, ქალბატონ თამარა აპირებთ თუ არა რომ უპასუხოთ ბატონ ლევანს, ჩართულია თქვენი წამწომი დაიწყეთ. მე უბრალოდ მინდა დავამატო ძალიან ორი სიტყვით, ერთი ის რომ ქალბატონმა თამარმა ძალიან იდეალისტური და იდეალური ვითარება დახატა ლამის. ასე არ არის ნამდვილად, კვლავ სერიოზული პრობლემაა თქვა იგივე უშიშროების და განსაკუთრებით ეს ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობა საარჩევნო პროცესში. ახლა უცებრობ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები რაღაც აღივსენ, ხან პოლიტიკიდან წასვლის სურვილით, ხან რაღაცა უცებ ქართულ ოცნებაში გადასვლის სურვილით, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ეს არ ხდება, იმიტომ რომ ეს რაღაცა მათ რაღაც ასეთი შეხედეს და უცებ გადააფასეს თავიანთი ყოფნა ძველ პარტიაში. ეს ხდება პირდაპირ, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. ეს ასეა. ერთი შენიშვნა მინდა კიდე ბატონ მათ ბრძანა აქ რომ პროპორციულ სისტემას დაპირდა ქართული ოცნება ნამდვილად არ დაპირებია. რესპუბლიკური პარტია კი ბატონო ჩვენ პირდებოდი და ახლაც პირდები და ჩვენ ყოველთვის მომხრევად პროპორციული სისტემის, რამდენად ეს ქართული ოცნება ამას ხერს უჭერს, ამაში დარწმუნებული არ ვართ. დიდი მადლობა. ქალბატონ თამარ, ორივე ოპონენტს გიწევთ რომ პასუხი გაცეთ 1:19 წამში. რამდენიმე საკითხზე არის საუბარი. ანუ რა თქმა უნდა, არავინ არ ამბობს იმას, რომ აბსოლუტურად არანაირი არც ერთი შემთხვევა დარღვევის არ არსებობს ასეთი არჩევნები არც ერთ ქვეყანაში. ანუ საუბრობთ იმაზე, რომ პროგრესი ქვეყანას აქვს სერიოზული იქიდან იმასთან შედარებით, რაც ჰქონდა წინა პერიოდში. ანუ მე მგონი, რომ არ შეუძლებელია შევადაროთ იმას, რაც იყო. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, არ ვიცი თქვენ საქმის ყურში ხართ თუ არა, როგორ იყენებდა 2012 წელს რა ფორმით ხდება
იცვლებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, როდესაც ყველა საჯარო მოხელე ვალდებული იყო რამდენიმე ადამიანის სახელი და გვარი მიეტანა, ვინც აუცილებლად აძლევდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მხარს. დღეს საჯარო მოხელები სრულიად თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ კრიტიკულ დამოკიდებულებას Facebook-ით იქნება თუ სხვადასხვა საშუალებებით ხელისუფლების მიმართ თუ მმართველი გუნდის მიმართ და არავის ამის გამო პრობლემა არ ექნება და ძალიან არასერიოზული იქნება იმაზე საუბარი, რომ ან რაღაცა გაუარეს და მით უმეტეს გაუარესებაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, პროფესიონალები არსებობენ, ვინც აფასებენ გარემოს და არავის მსგავსი შეფასება არ გაუკეთებია. პირიქით, ყველა ამბობს, რომ გარემო არის ცალსახად გაუმჯობესებული ყველა თვალსაზრისით, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის თვალსაზრისით. დაგიმატებთ დროს თუ გნებავთ, იმიტომ რომ ორ ოპონენტს პასუხობდით, გისმენთ. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გაზდის გამოყენების გაზდას, სრულიად არაფერი მსგავსი არ მომისმენია. პირველად მოვისმინე, ყველა ანგარიშს ვკითხულობ, რასაც კი დამკვირვებელი ორგანიზაციები წერენ. რაც შეეხება მეორე ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელიც არის სასაერთო სასამართლოები, სასამართლო სისტემაში ნამდვილად ხო, არა, მედიაზე ყველა თვალსაზრისით, მედია გარემო საქართველოში ესეთი არ ყოფილა არასდროს და რეგიონში არ არის არც ერთ ქვეყანაში ისეთი, როგორც არის ჩვენთან. თავისუფლების ისეთი ხარისხი და პლურალიზმის ისეთი ხარისხი, მოდით ასე ვთქვათ. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, სასამართლო ნამდვილად არის სისტემა, სადაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა დაიმკვიდროს. სასამართლო სისტემაში ასევე მოვიშველიებ სხვადასხვა შეფასებებს, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივს და 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის მდგომარეობა გაუმჯობესებული, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამიტომ სასამართლოს მიმართულებით, ანუ ნამდვილად შეგვიძლია გამოვყოთ ერთ-ერთ რგოლად, სადაც მუშაობის გაგრძელება აუცილებელია. ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო, გისმენთ. ბატონ ლევანის მიკროფონი ჩავთო, თუ შეიძლება. გარკვეულწილად, კარგია რომ ქალბატონი თამარიც გვეთანხმება სასამართლოში არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, მაგრამ სათავე იმაში მდგომარეობს და არის რომ ამ პრობლემატიკის დაძლევის სურვილი მოქმედ ხელისუფლებას არ გააჩნია და პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ გადასულია მოქმედი ხელისუფლება სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტებით წარსული შავი ლაქის მქონე მოსამართლეებით და შეგვიძლია გადავხედოთ უბრალოდ იუსტიციის საბჭოს, იქ წარმოდგენილ წევრებს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და იმ მოსამართლეებს, რომლებზეც არა მარტო ქართულ საზოგადოებას, არამედ ევროპის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები არსებობს, რომლებიც კრიტიკის ქარცეცხლში არის ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება, მაშინდელი ხელისუფლება გატარებული და დღეს წარმატებით ამ შემთხვევაში უფრო დავაწინაურეთ ის შავი ლაქვის მქონე მოსამართლეები, აქედან გამომდინარე, ნება არ არსებობს ქალბატონო თამარ და როდესაც ნების არარსებობა არის, ამ შემთხვევაში რაიმე ცვლილება ხელშესახები ქართული ოცნებამ რომ გაატარებს ამასთან დაკავშირებით მეც არ ამბობ. ძალიან დიდი მადლობა. ამ ეტაპზე უნდა შევჩერდეთ სასამართლო ხელისუფლების თაობაზე, გადაცემის მომდევნო ნაწილშიც გვექნება რამდენიმე წუთი სასაუბროთ. ბატონო მამუკა, ისევ დემოკრატიის ხარისხზე უნდა გადავიდეთ. რაც უფრო მეტი ადამიანია ჩართული ქვეყნის მართვის პროცესში, მით მაღალია დემოკრატია. ეს ყველა მიცის, რაც უფრო ნაკლებია დემოკრატია, მით უფრო ნაკლები ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა დემოკრატიის პირობებში პროცესი არის უფრო ნელი და გაცლებით უფრო ნაკლებად ეფექტიანი. თქვენი აზრით, რა ჭირდება დღეს საქართველოსნაირ ქვეყანას? დემოკრატია და მეტი ჩართულობა თუ ნაკლები ჩართულობა და სწრაფი გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ როგორც ვიცით, წინასაარჩევნო პერიოდში სწრაფი განვითარება ძალიან ბევრი პარტიის სლოგანია. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია? თუ არის შესაძლებელი დავუშვათ რომ ორივე ერთად განხორციელდეს როგორც ჩვენი ინტერაქტივის მესამე პასუხი. რა თქმა უნდა, ორივე ერთად შეიძლება განხორციელდეს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ჩვენი ახალი პოლიტიკური ცენტრის სლოგანი ჯერ კიდე რამდენიმე თვეა იყო სწრაფი გამდიდრება, რომელიც შემდეგ წარმატებით გადაიღო და ძალიან კარგია ქართულმა ოცნებამაც, კიდე სხვა პარტიებმაც სწრაფი განვითარება დაირქვეს სლოგანად, რასაც მივესალმებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება ქვეყანაში სწორედ სწრაფი ეკონომიკური განვითარებით არის შესაძლებელი. ღარიბ და დაჩანაკებულ ქვეყანას, რა თქმა უნდა, არ აქვს არანაირი შანსი გაიმჯობესოს რაიმე რეიტინგი იქნება ეს სასამართლოზე, როდესაც ვისაუბრეთ მედია თუ სხვა სფეროებში. ამიტომ ჩართულობა დემოკრატიული ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება იმ ძალიან რადიკალურ რეფორმებს, რომლებიც ჩვენი აზრით არის გასატარებელი და ამისათვის არის პოლიტიკური ლიდერშიპის, ხელმძღვანელობის კონსენსუსი, სავარაუდოდ პარლამენტში, შემდეგ პარლამენტში, რათა სწრაფად დაიწყოს ამ რეფორმების განხორციელება.
ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით. თქვენს ამავე კითხვაზე უნდა მიპასუხოთ, რამდენად შესაძლებელია ორივე ერთად დემოკრატიის მაღალი ხარისხის შენარჩუნება და ძალიან სწრაფი განვითარება. ფიქრობ, რომ ერთის მხრივ დემოკრატია მონაწილეობის გაფართოება და მეორეს მხრივ სწრაფი განვითარება ეკონომიკის და მოდერნიზაცია ეს არ არის ურთიერთწინააღმდეგობრივი და საერთოდ ეს ცრუ დილემაა ასეთი. არ არსებობს ესეთი რაღაც ანტაგონიზმი ამ რაღაცა შორის. ეს არის გავრცელებული მითი ჩვენ საზოგადოების რაღაც ნაწილში და ძირითადად ეს ეყრდნობა რაღაც აზიის და სამხრეთ აზიის ქვეყნების გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ თუ ავიღებთ თქვა ბალტიისპირეთის გამოცდილებას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც უფრო შეიძლება ითქვას უფრო მეტად შესაბამისია ჩვენი ქვეყნისთვის რაღაცა თავისი ისტორიით ან მენტალიტეტით თუ გნებავთ, იქ ყველგან დავინახავთ, რომ სწორედ დემოკრატიის გაღრმავებამ, დემოკრატიზაციის პროცესის, დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცება მოიტანა ეკონომიკის განვითარება და არა პირიქით. ასე მოხდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველგან, ასე მოხდა აღმოსავლეთ ევროპაში ყველგან და ჩვენთანაც დარწმუნებული ვარ ასე მოხდება და ეს არის შესაძლებელი მხოლოდ ასე. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო თამარ, ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სლოგანი არის სწრაფი განვითარება. როგორ უნდა მოხდეს სწრაფი განვითარება მაღალი დემოკრატიის არსებობის პირობებში? მეც არავითარ შემთხვევაში არ მგონია, რომ რაიმენაირად ეს ორი ცნება ერთმანეთთან მოდის კონფლიქტში. დემოკრატია თუ იგულისხმება ის, რომ დემოკრატიის პირობებში აუცილებელი არის ჩართულობა სხვადასხვა წრეების გადაწყვეტილების მიღებაში და ამიტომ ეს წელავს დროს, ეს მართალია. მაგრამ სამაგიეროდ ეს ზოგავს პოტენციური ან ჩართულობის გარეშე ბევრად უფრო მეტი შეცდომა მის დაშვება ხდება. მე საჭირო არის იმ შეცდომების გამოსწორება და ასე შემდეგ და იმაში ბევრად უფრო მეტი დრო და რესურსი იხარჯება. ამიტომ დემოკრატია ჩვენ თუ იმიტომ ვადარებთ ამ ორ რაღაცას, რომ ვამბობთ, რომ სწრაფით განვითარება ვერ მოხდება თუ კი ჩვენ გადაწყვეტილებების მიღებაში ვიღაცებს აზრი დავეკითხეთ და ვიღაცები ჩავრთეთ. მე არ მგონია, რომ ასე უნდა დავსვათ საკითხი. მე მგონია, რომ ზუსტადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა იყოს, ვინც რელევანტურია, რა თქმა უნდა, ჩართული. ეს გვაზღვევს შეცდომებისგან, ანუ ეს გვაძლევს გარანტიას, რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და შემდგომ უკვე სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის აღსრულება. ამიტომ მე ვერ ვხედავ კონფლიქტს ამ ორ ცნებას შორის. დიდი მადლობა. ბატონ ლევან, იმავე კითხვაზე უნდა მიპასუხოთ თქვენც. ხალხს ამასთან დაკავშირებით და ვეთანხმები კოლეგებს, რომ აქ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ კონკრეტულად, უბრალოდ აქ მისაქცევია ყურადღება სწრაფი განვითარებაზე, როდესაც არის საუბარი, სწრაფი განვითარება მიღწევადია მაღალი დემოკრატიის პირობებში, თუ არსებობს დაბალანსებული ბალანსი უბრალოდ თუ არსებობს ხელისუფლების შტოებს შორის. ანუ კარგად შეწონილი, დაბალანსებული და ყველა თავის საქმეს აკეთებს. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ბალანსი საერთოდ მოშლილია სახელმწიფო შტოებს შორის და სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი არ არის ამ შემთხვევაში. ვერ ღებულობენ ის პირები, ვინცაც გადაწყვეტილების მაღალი თანამდებობის პირები, ვინცაც გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა აქვს და ვალდებულება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას, აი აქ არის სათავე და აი აქ არის პრობლემის სათავე, თორე ხოლო სწრაფი განვითარება და დემოკრატია ერთმანეთთან არათავსებადი ცნებები არ არის, მთავარი არის სწორი მიდგომა გამომდინარეობს ხოლო და ხოლო დემოკრატიის მაღალ ხარისხში. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ მამუკა, 2000 დიახ, მოგცემთ აუცილებლად. კი ბატონო, გისმენთ. მე მინდოდა უბრალოდ ამისთვის ისეთ აი ის რომ ეს დილემა არ არსებობდეს, ამისთვის საჭიროა სერიოზული რეფორმა საჯარო სამსახურების. ის რომ ჩვენ გვაქვს ძალიან პრაქტიკულად სამინისტროები ჩვენთან არის რაღაც სამეურნეო ბიუროკრატიული რაღაც რგოლი, ეს არ არის პოლიტიკის შექმნელი და გამტარებელი ორგანო. სამინისტრო პოლიტიკას კი არ ატარებს, არის რაღაც ბიუროკრატიული რაღაც სამეურნეო რაღაც წარმონაქმნი, სადაც შტატები არის უზომოდ გაბერილი ჩემის აზრით და თავისუფლად შეიძლება ამის შემცირება და უფრო დაყვანა ისეთ კომპაქტურ მთავრობამდე, რომელიც სწორედ პოლიტიკის გამტარებელი იქნება. და პარალელურად უნდა გაღრმავდეს თვითმმართველობის რეფორმა და ძალიან ბევრი უფლებამოსილება უნდა იყოს გადაცემული ადგილებზე. ეს მოხსნიდა ჩემის აზრით ძალიან ხშირად აი ამ დილემას, რომ არის გადაწყვეტილება სწრაფად მისაღები თუ რაღაც დემოკრატია. მე მგონი ეს პრობლემა საერთოდ აღარ იარსებებს მაშინ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ მამუკა. პრემიერ-მინისტრმა 2016 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი მონოპოვარი არის კონტროლისა და ბალანსის სისტემის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება. რით დასტურდება ბატონ ლევანი ამბობს, რომ არ არსებობს ეს სისტემა, რით დასტურდება ან არ დასტურდება ქმედითი სისტემის კონტროლისა და ბალანსის ქმედითი სისტემის არარსებობა დღევანდელ საქართველოში. რა თქმა უნდა, ასეთი სისტემა არ არსებობს. ქვეყანაში არსებობს ძალიან დიდი ხარისხი, შეიძლება ვიდაოთ, რამდენად ძლიერია ეს არაფორმალური მმართველობის ხარისხი, მაგრამ არსებობს ეს სისტემა. ამას თვით ბიძინა იმანიშვილი არ მალავს და ხანდახან მართლა სასაცილოა, როცა ქართული ოცნების წევრები ამობენ, არ
არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში. მაშინ როცა თვითონ ბატონი ივანიშვილი ამაზე საუბრობს, რომ აქვს მას მორალური უპირატესობა, მორალური გავლენა მოვლენებზე, ამიტომ სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, იქნება ძალიან დიდი ხარისხის არაფორმალური მმართველობა, რაც თავისთავად გამორიცხავს საფუძველშივე ეგრეთ წოდებულ checks and balances სისტემას, ანუ ამ კონტროლის და ბალანსის სისტემას, რომელზეც ყველა დემოკრატიული სახელმწიფო არის დაფუძნებული. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ 8 ოქტომბერს მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში, რომელიც გამორიცხავს ერთი ძალის, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების უმრავლესობით მოსვლას. ქალბატონი თამარ, კონტროლისა და ბალანსის სისტემა რამდენად ქმედითია დღევანდელ საქართველოში? მხოლოდ 1-2-19 წამი გვექნება ეგრეთ წოდებული checks and balances სისტემაზე, როდესაც ვსაუბრობთ ძირითადად სამ ხელისუფლების სამ შტოს შორის გადანაწილებაზე, ძალაუფლების გადანაწილებაზე ხდება ხოლმე მითითება, თუმცა ანუ აღმასრულებელი საკანონმდებლო სასამართლო, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი არის გარე კონტროლის მექანიზმებიც, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ძირითადად მედია და სამოქალაქო საზოგადოება, ასევე პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვნება. ანუ მე მგონია, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს, ისევ თუ რაღაც წინა პერიოდს ვადარებთ, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დასახვეწი. ისტორიულად, ტრადიციულად ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება და შედარებით სუსტი სხვა შტოები, თუმცა აი ამ შტოების გაძლიერება, პარლამენტის გაძლიერება მაგალითად ამ 4 წლის განმავლობაში შეიმჩნეოდა, პარლამენტი აკეთებდა ისეთ რაღაცებს, რაც პარლამენტს არასდროს არ გაუკეთებია, არასდროს არ დაუბარებია ძალოვანი მინისტრები და პასუხი არ მოუთხოვია რაღაც საკითხებზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხდებოდა, ამიტომ აღარ გავიმეორებ ჩემს ნათქვამს მედიასთან დაკავშირებით და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას, ისედაც ყველა ვხედავთ. ძალიან დიდი მადლობა. უნდა შევისვენოთ რამდენიმე წუთით ვსაუბრობთ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე და დემოკრატიის ხარისხზე საქართველოში. დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში ისევ სტუმრებთან ერთად დროებით. ქართულ ტელესივრცეში სრულიად განსხვავებული ფორმატის ток-შოუ 59 წამი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად და ვსაუბრობთ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე და დემოკრატიის ხარისხზე ქვეყანაში. რეკლამაზე გასვლამდე ვსაუბრობდით კონტროლისა და ბალანსის ქმედით სისტემაზე საქართველოში, რომელზეც ბატონ ლევანს სურდა რომ ესაუბრა, საკუთარი მოსაზრება ეთქვა. ჩვენთვის საინტერესოა თქვენი პოზიცია. იყო პოლიტიკურ ინსტიტუტებს შორის გარკვეული დაბრკოლებები მათ ურთიერთობებში ამ პერიოდების განმავლობაში. რეალურად როგორ მიგაჩნიათ თქვენი აზრით, არსებობს თუ არა ჩვენთან ძალაუფლების და კონტროლის ქმედითი სისტემა და თუ არა რა აბრკოლებს ამ სისტემის არსებობას? თქვენ მოიყვანეთ პრემიერ-მინისტრის გამონათქვამი, რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. საქართველოში კონტროლისა და ბალანსის მაღალი ხარისხი მით უმეტეს არ არსებობს. შეიძლება ითქვას, ქალბატონმა თამარმა ბრძანა, რომ ეს ისტორიულად მოუგზდებს ჩვენ საქართველოს ამ შემთხვევაში, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არის ძლიერი და აღმასრულებელი ხელისუფლება აკონტროლებს ამ ყველაფერს. ერთ ნაწილში ვეთანხმები, რომ ეს წინა მთავრობების პერიოდშიც ასე იყო, მაგრამ ეს არის აღმასრულებელი ხელისუფალის მთავრობის და მთავრობაში მყოფი ძალების მაქსიმალური ამ შემთხვევაში სურვილი რომ გააკონტროლონ და არადემოკრატიული პროცესები იქნას წარმართული. ეს არის ზუსტად მაჩვენებელი იმისა, რომ ქვეყანაში ამიმდინარეობს არადემოკრატიული პროცესები, კონტროლი სასამართლოზე, კონტროლი პროკურატურაზე, კონტროლი საფინანსო სექტორზე. მანიშნებელია პირველ რიგში იმისა, რომ ძალთა ბალანსი და კონტროლის სისტემა ქვეყანაში მუშკილით დამარღვეულია. ანუ თქვენ თვლით, რომ კონტროლი არსებობს და ბალანსი არა. ბალანსი არ არსებობს, კონტროლი არსებობს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან და სასამართლო სისტემა და საკანონმდებლო ორგანო ძალიან შესაძლებელია. გამართულია თქვენი მიკროფონი, ძალიან დიდი მადლობა. ვსაუბრობთ ძირითად პოლიტიკურ ინსტრუმენტებზე და აუცილებლად უნდა ინსტიტუტებზე და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ პარლამენტზე. ბატონო დავით, საინტერესოა ბოლო მოწვევის პარლამენტმა 4 თვის განმავლობაში რამდენად კარგად შეასრულა მისი ორი მთავარი ფუნქცია, ერთი კანონშემოქმედებითი საქმიანობა და მეორე მთავრობის კონტროლი. როგორ შეაფასებთ ამ პარლამენტის მუშაობას და მოღვაწეობას? მოდით ასე ვთქვათ, ახლა შეუძლებელია შევაფასოთ რაღაცა ყველაფერი, ვთქვათ, რომ რაღაც ძალიან კარგად მუშაობდა პარლამენტი, თუმცა თუ შევადარებთ წინა პარლამენტს, ასე ვთქვათ, აი აქ ძალიან ხშირად მოყავს ეს შედარება, ну, ზოგჯერ ამჟამინდელი ხელისუფლების თავარ პლუსად ძირითადად ყოველთვის ითვლება, რომ მის უარეს ჯობია გურიაში როგორც ეთქვიან ხოლმე, ანუ წინა ხელისუფლებასთან შედარებით, რა თქმა უნდა, წლევანდელი პარლამენტი იყო გაცილებით უფრო პლურალისტული, უფრო მეტი დებატები იყო, მეტი რაღაც მიიღო რამდენიმე ძალიან სერიოზული
სერიოზული აქტი, თქვათ ეს იქნებოდა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, იქნებოდა ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასოცირების ხელშეკრულება, თვითმმართველობის კოდექსი, ძალიან ბევრი საინტერესო გადაწყვეტილებები იყო მიღებული პარლამენტში, თუმცა რა თქმა უნდა, მთავრობის კონტროლს რაც შეეხება, აქ შეიძლება ითქვას, რომ აქ იყო სერიოზული ხარვეზები, იმიტომ რომ საპარლამენტო უმრავლესობა, თავს მაკონტროლებელად ნამდვილად აღიარებს უფრო მეტად საპარლამენტო უმრავლესობა, მაინც ერთი გუნდი მთავრობა და ამიტომ ცდილობს რომ კი არ გააკონტროლოს რაღაცნაირად უფრო ძალიან დიდი მადლობა. გასაგებია თქვენი პასუხი. ქალბატონო თამარ, თქვენ როგორ შეაფასებთ პარლამენტის კვალიფიკაციას კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით და როგორ შეაფასებს პოლიტიკოსების კეთილნებას, პარლამენტარების კეთილნებას მთავრობის კონტროლთან დაკავშირებით, რაზეც რამდენიმე წამის წინ ბატონი დავითი საუბრობდა. მე აქცენტს გავაკეთებ უფრო ვინაიდან საკანონმდებლო ნაწილზე იყო საუბარი, ანუ მე აქცენტს გავაკეთებ მეორე ფუნქციაზე პარლამენტის, რაც არის ზედამხედველობა, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას და რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. და ნამდვილად მე თვითონ ვესწრებოდი რამდენიმე ასეთ სესიას და იყო ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი მაშინ, როდესაც კომიტეტებზე აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებს, მათ შორის ძალოვან მინისტრებს, მათ მოადგილეებს, სხვადასხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირებს უწევდათ კომიტეტებზე ყოფნა, გამჭვირვალედ, ღიად, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, სახალხო დამცველის მონაწილეობით. ძალიან სერიოზულ და კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მათ შორის სახალხო დამცველის ყველა ანგარიში, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში გამოიცა, ანუ აი ამ რეჟიმში მოხდა გარჩევა პარლამენტში, იმ პირობებში, როცა ესწრებოდნენ მას ძალიან მაღალი თანამდებობის პირები და პასუხობდნენ კრიტიკას. ეს თავისთავად უკვე არის სერიოზული წიგადადგმული. დაგიმატებთ თუ გსურთ დროს. მიმატებთ, ანუ. დიახ. ეს თავისთავად უკვე არის ისეთი რამ, ანუ უპრეცედენტო რამ. მე პარლამენტთან მანამდეც მიწევდა შეხება და საერთოდ კომიტეტზე ისე ხდებოდა საკითხების განხილვა, რომ დეპუტატები არც კი ესწრებოდნენ და ცარიელ ოთახში მიდიოდა ხოლმე, ანუ ესეც მახსოვს. ამიტომ აი ეს სტანდარტი პრინციპში, რაც პარლამენტმა დაამკვიდრა, ოღონდ მე ვიტყოდი უფრო ადამიანის უფლებების საკითხებს, ადამიანის უფლებებს როცა ეხება, ძირითადად იმ თემებთან დაკავშირებით, ანუ აი ამ საკითხებზე იყო ძალიან სერიოზული განხილვები, იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, წარმოდგენილები, პასუხობდნენ ამ კითხვებს. მე მგონია, რომ პარლამენტს მეტი აქვს გასაკეთებელი, ბევრად უფრო მეტი და იგივე სტანდარტი, აი ეს ძალიან მაღალი სტანდარტი, რაც ერთმა კომიტეტმა დაადგინა, უნდა იყოს ყველა სხვა მიმართულებით. ანუ სხვადასხვა კომიტეტებშიც თუ კი იგივე აქტიურობით მოხდება და იგივე ძალისხმევა ჩაიდება აი ამ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებაში, ეს პარლამენტის როლს ქვეყანაში ძალიან სერიოზულად გასდის და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი პარლამენტი ბევრად უფრო სერიოზული იქნება ამ კუთხით. ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად პარლამენტის საკითხზე თქვენთანაც უნდა ვისაუბრო, როგორ შეაფასებთ ბოლო მოწვევის პარლამენტის 4 წლიან მუშაობას ორივე კუთხით. ერთი კანონშემოქმედებითი საქმე, ბატონ მამუკო დავიწყოთ თქვენგან და მეორე პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რაც მოიცავს პოლიტიკური ნება, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისა. როგორ შეაფასებთ ორივე ნაწილს? ბევრი რამე თქვა არ განმეორდები. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც შეეძლო ამ პარლამენტს უმრავლესობის პირობებში, იყო ის, რომ რაზეც ახლა საუბრობს დღევანდელი ხელისუფლება და რითიც შედის საარჩევნო კამპანიაში, სწრაფი განვითარება, რაღაც რეფორმა, პროგრესი, ეს შეეძლო გაცილებით უფრო მეტად, იმიტომ რომ მას ჰქონდათ უმრავლესობა, მათ ეს ვერ გამოიყენეს, არათუ კონტროლი ვერ განახორციელეს მთავრობაზე, არამედ საერთოდ ხშირად ეგრეთ წოდებული გამართლების რეჟიმშიც კი იყვნენ ხელისუფლებისა, მინისტრებისა და ასე შემდეგ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გავითვალისწინოთ, ამჩევნო გაითვალისწინოს ამ კამპანიის პირობებში, რომ მათ ხელისუფლებამ ოცნება გაუშვა ძალიან დიდი შანსი, აქედან გამომდინარე მათი კრედიბილურობა არ იქნება მაღალი, აქედან გამომდინარე მათ რა თქმა უნდა სხვა პარტიებისგან უნდა გაიხედონ ამჯერად. ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო, ბატონ ლევან. თქვენ როგორ შეაფასებთ ბოლო მოწვევის პარლამენტის საქმიანობას? მაგ საუბარია ბუნებრივია პარლამენტის უფლებამოსილებას, ეს არის როგორც საკანონმდებლო, ასევე ზედამხედველობითი მთავრობის ფუნქციები, რაც შეეხება საკანონმდებლო საქმიანობას, მე გავიხსენებდი უბრალოდ ქართული ოცნების დანაპირებს, ეს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც არის ფუნდამენტი ამ შემთხვევაში, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მომავალი დემოკრატიულობის ხარისხისათვის, მომავალში რაც არ განხორციელდა და ეს დანაპირები არ იქნა შესრულებული, ხოლო ეს ყველასთვის
მთავარია და ყოველთვის ყველასთვის ცნობილია სასამართლო რეფორმა საერთოდ ჩავარდა და სასამართლო რეფორმა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მდგომარეობით სასამართლო რეფორმა მდგომარეობით არსებული სიტუაცია გვაქვს სასამართლოსთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება ზედამხედველობით ფუნქცია ნაკლებად აქვთ დღეს უმრავლესობის წევრებს მორგებული, ისინი უფრო არიან გამართლების რეჟიმში გადასულები და ამართლებენ თავისი გუნდის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების შესაძლებელია და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია იყო პოზიტიური ცვლილებები, პოზიტიური კანონები მიღებული, პოზიტიური ინიციატივები, რაც იქნა გაზიარებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვიტყოდი, რომ უკეთესის მოლოდინში ვარ და ის უკეთესი 2016 წლის 8 ოქტომბერს ალბათ უკეთეს არჩევანს გააკეთებს ხალხი. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო, სასამართლო ხელისუფლებაზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად, თუ გსურთ რომ პარლამენტის საქმიანობაზე 1.59 წამი ორივეს შემთხვევაში. გისმენთ, ქალბატონ თამარ, დაიწყეთ თქვენ. სიტყვა თქვენი იყოს. ესე იგი, მაშინ ბატონი დავითის მიკროფონი ჩართეთ თუ შეიძლება. კი ბატონო. იცით რა არის, ჩვენ ერთი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ, თუ საპარლამენტზე ვლაპარაკობთ, პირველად ჩვენ გვაქვს სხვა საკონსტიტუციო წყობა. ანუ ჩვენ ახლა გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა, რაც საკონსტიტუციო ცვლილების შევიდა, საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ თუ ადრე იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ანუ პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ახლა პარლამენტია. პარლამენტი არის ძალაუფლების წყარო. 2012 წლის პარლამენტი და საერთოდ ხის ხელისუფლება გარკვეულწილად იყო რაღაც გარდამავალი ეტაპებით, იმიტომ რომ რეალურად იქ ძალაუფლების წყარო იმ პარლამენტის იმ მთავრობის იყო ერთი ადამიანი, ხარ რომ თქვა გულახდილად, ბიძინა ივანიშვილი იყო ძალაუფლების წყარო და სწორება ხდებოდა ამ ერთპიროვნებაზე. მაშინ როცა ის იყო პრემიერ-მინისტრი და მას მერეც. და ფიქრობ რომ აი ახლა ეს სიტუაცია რომელიც ახლა პრინციპში გარდამავალი გარკვეულწილად ობიექტური მომენტით იყო გაპირობებული გარკვეულწილად სუბიექტური მომენტებითაც მაგრამ შეიცვლება ვფიქრობ არსებითად აი სწორედ 8 ოქტომბრის მერე როდესაც რეალურად მრავალპარტიული პარლამენტი დაიწყეს ფუნქციონირებას და ის იქნება ძალაუფლების მადლობა 1.59 წამი ქალბატონი თამარ პარლამენტის საკითხზე სასაუბროთ ანუ რამდენიმე საკითხი ანუ პირველ რიგში მიუხედავად იმისა რომ ანუ ბუნებრივია რა თქმა უნდა აქ ითქვა რომ რაღაცა შემთხვევებში გამართლება ხდებოდა პარლამენტის წევრის მიერ ანუ როდესაც პოლიტიკური გუნდი ეს რამე უცნაურია ამაში ანუ რომელიმე ქვეყანაში ერთი პოლიტიკური გუნდის წევრები როდესაც არიან პარლამენტის უმრავლესობა და მთავრობა ეს ბუნებრივად ხდება ასე რაღაც საკითხებში ერთმანეთს მხარს უჭერენ და რაღაც საკითხებში ერთმანეთს პასუხს თხოვენ პირველად მოხდა საქართველოში როდესაც პარლამენტის რეკომენდაციების კონკრეტული ადამიანის უფლებების კომიტეტის 80% რეკომენდაციების კრიტიკული რეკომენდაციების აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეასრულა და ეს იყო ზუსტად იმ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების შედეგი, ზუსტად იმის შედეგი, რომ ვიღაცა პასუხს თხოვდა სხვადასხვა სუბიექტებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში კონკრეტულ საქმიანობას. რაც შეეხება იმას, რომ უფრო სწრაფად შეიძლებოდა რაღაცების გაკეთება, ნამდვილად შეიძლებოდა, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პარლამენტი იყო რეალურად კოალიციური, ანუ მართველი გუნდი რეალურად იყო კოალიციური გუნდი და ამ პირობებში ბევრად უფრო დასრულდა თქვენ დრო. შეიძლება რომ 30 წამი დამიმატოთ. ძალიან ცოტა დრო გამოიყენეთ. კი ბატონო. კოალიციური მთავრობაზე საუბრობთ. ეს რეალურად მოცემულობა 2012 წლის შემდგომ იყო ის, რომ მართველი გუნდიც და მთავრობაც იყო კოალიციური მთავრობა და მართველი გუნდი იყო კოალიციური გუნდი, რაც ვიცით, რომ სტრუქტურულად დამატებით გამოწვევებს შეიცავს საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კიდევ ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში არჩევნების შემდგომ ნაციონალურ მოძრაობას პრეზიდენტი ყავდა და კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობა, ნამდვილად ძალიან რთული 4 წელი იყო, ეს არ იყო სრული ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, მარტო ერთი პარტიის ხელისუფლებაში და ძალაუფლებაში ყოფნის პერიოდი. ეს პერიოდი დადგება 2016 წლის 8 ოქტომბრიდან და ნამდვილად ბევრად უფრო სწრაფად მივიღებთ იმ შედეგებს, რა შედეგების მიღებაც ჩვენც გვინდა და საზოგადოებასაც უნდა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. უნდა გადავიდეთ სასამართლო ხელისუფლებაზე. ბატონო მამუკა, თქვენ მიპასუხეთ, არის თუ არა რეალურად სასამართლო ხელისუფლება ეს ინსტიტუცია ყველაზე სუსტი რგოლი ყველა იმ ინსტიტუციას შორის, რომელიც მართავს აღასრულებს პოლიტიკური ინსტიტუტებს შორის, რომელიც ახორციელებს ქვეყანაში როგორც პოლიტიკის განსაზღვრავს, ასევე მის განხორციელებას. შეიძლება ითქვას კიც და არაც პრეზიდენტის ინსტიტუტიც არ არის ძლიერი და ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, რომ დაესუსტებინა და ეკნინებინა, იმიტომ რომ შედარება რთულია, რომელი უფრო სუსტია ამ შემთხვევაში.
კონსტიტუციის და კანონების გათვალისწინებით. ერთი რამ ცხადია, რომ ქართულმა ოცნებამ გადაიბარა წინა ხელისუფლებისაგან მორჩილი სასამართლო ხელისუფლება და გააგრძელა იგივე სკეთება. შეიძლება ისეთი ინტენსიურობით არა, მაგრამ ყველა იმ ძალიან მნიშვნელოვან და საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე იქნება ეს მედიის თავისუფლება, პოლიტიკური საკითხები, შერჩევითი სამართალი, მან ყველაფერი გააკეთა დიახაც იმისათვის, რომ სასამართლო კვლავაც ასეთი დაკნინებული და ერთგვარად მიჯიჭვრული ყოფილიყო. ეს არის ძალიან ცუდი, ამიტომაც არის სუსტი რგოლი დემოკრატიულ სისტემაში ჩვენი სასამართლო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სწორედ 8 ოქტომბრის შემდეგ ქართული ოცნება აღარ იყოს უმრავლესობაში, იმისათვის რომ მან კვლავ დასრულდა თქვენი დრო. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ ლევან, სასამართლო ხელისუფლება არის თუ არა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი პოლიტიკურ ინსტიტუციებს შორის და რატომ? და ერთი საინტერესო შეკითხვა, მედიის დასწრებამ სასამართლო პროცესებზე გაზარდა თუ არა დემოკრატიულობის ხარისხი და საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ? არასერიოზულად მიმაჩნია უბრალოდ იმ კუთხით საუბარი, რომ თუ მედია დაესწრება სასამართლო ჯერ პირველ პროცესებს, კითხვაზე თუ გვიპასუხეთ? მედია დაესწრება სასამართლო პროცესებს, უბრალოდ დემოკრატიის ხარისხი და სასამართლოს ნდობა გაზრდილი იქნება. გეთანხმებით, რომ დადებითი მომენტია მედია ესწრება სასამართლო პროცესებს, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი მომენტი. აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი, თუ რა გავლენები აქვს ხელისუფალს და ხელისუფლებას, დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებას ბუნებრივია, სასამართლო ხელისუფლებაზე. დღეს აქ აბსოლუტური გავლენა საერთო სასამართლოების სისტემაზე ქართული ოცნების ხელისუფლებას. მე მოგიყევით მაგალითი და არ დავზარდები და კიდე მოგიყვებით მაგალითს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინც კი სასამართლოში შავი ლაქის მქონე პიროვნება იყო ყველა დაწინაურებული აბსოლუტურად, ხოლო ვინც კი დამოუკიდებლად შეძლო გადაწყვეტილების მიღება აბსოლუტურად ყველა განთავისუფლებულია სასამართლოდან. არ არის აქ საუბარი ქირურგიულ ჩარევებზე, აქ არის საუბარი, როდესაც უფლებამოსილების ვადა შეუწყდათ იმ მოსამართლეებს, მათ ხელახალი სამოსამართლეო სიცოცხლე აჩუქეს და აჩუქეს, იმიტომ რომ ისინი იყვნენ მორჩილი მოსამართლეები და შესაძლებელია 30 წამი. გვაქვს შესაძლებლობა გისმენთ. და რომელ სასამართლო ხელისუფლებაზეა საუბარი და დამოუკიდებლობაზე სასამართლო ხელისუფლების, როდესაც დღეს გვყავს ქვეყანაში 5 უკანონო პატიმარი, 5 პოლიტიკური პატიმარი, მე არ შემიძლია ვთქვა, ეს არის კაბელების საქმესთან დაკავშირებით და სამარცხვინო არის, როდესაც მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოზე და საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმდინარეობს შეტევა ზუსტად ამ საქმესთან დაკავშირებით და როდესაც უკვე მოსამართლეები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით პროცესზე არ შემოდენ და პროცესზე არ იდებენ შემოსვლას თავს. აი ეს არის ნათელი სურათი თუ რა ხდება დღეს ზოგადად სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით და ეს არის ნათელი სურათი იმისა, თუ რა ზრახვები აქვს და რა სრულები აქვს ხელისუფალ ზოგადად სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით, თქვენ როგორ შეაფასებთ სასამართლო ხელისუფლებას საქართველოში? წინა ხელისუფლების დროს სასამართლო როგორც ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობდა საერთოდ და მთლიანად იყო მასშტაბებელი ხელისუფლების და პროკურატურის ასე ვთქვათ აღმასრულებელი, ეს იყო უსერიოზულესი პრობლემა. 2012 წლის მერე აქ თავიდან პირველ ეტაპზე ნამდვილად შეიცვალა ვითარება. სერიოზულად იგივე ეს კამერების დაშვება, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რა თუნდა ლაპარაკი. ჩვენ გვახსოვს პროცესები, ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი რამდენჯერმე. ანუ ისეთი განაჩენები, რომელიც აშკარად არ შედიოდა ხელისუფლების რაღაც ინტერესებში თითქოს და საზოგადოების უკმაყოფილებასაც იწვევდა, როგორც ჩანს ეს ჩაითვალა პრობლემად და მივიღეთ დაიწყო შემდგომში სამწუხაროდ უკუ პროცესი. იმისთანაც რომ გაღრმავებული იყო თავისუფლების ხარისხი, დაიწყო უკუ პროცესი, დღეს აი სრული პასუხისგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კრახი გვაქვს სასამართლოში ეს და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბარაკი ზედმეტია დღევანდელ სიტუაციაში. სამწუხაროდ ეს ასეა და ვფიქრობ აქ თავიდანაა დასაწყები ყველაფერი. ხალბატონ თამარ 1.59 წამი სასამართლო ხელისუფლებაზე სასაუბროთ ოპონენტებისთვის პასუხის გასაცემად. ჩავეტიო, იმიტომ რომ პირველ რიგში თავისუფალ დემოკრატებს ხმა აქვთ მიცემული ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილებისთვის, რომელიც ამ პარლამენტმა განახორციელა სასამართლო რეფორმის კუთხით და საუბრობდნენ როგორც წარმატებულ და სწორ რეფორმაზე, ანუ რა თქმა უნდა ყველა ორივე ტალღა რომელიც გატარდა თქვენი მხარდაჭერით გატარდა და თვლიდით რომ ძალიან სწორი იყო ის ყველაფერი რაც კეთდებოდა. სახარ ძალიან სწორი იყო ის რომ ქართულმა ოცნებამ არ აირჩია ის გზა რომელიც თავის დროზე აირჩია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და არ დაიწყო რეფორმა ყველა მოსამართლის გააყრით და თავისი სასურველი მოსამართლების მოყვანით, თუმცა ეს არნიშნავს რომ სასამართლო სისტემაში არ არის პრობლემა. სასამართლო სისტემის რეფორმა არის ყველაზე დროში, ყველაზე გაწელილი და ერთ-ერთი ყველაზე რთული რეფორმა, ამიტომ ამას ნამდვილად დაჭირდება გარკვეული დრო და ძალისხმევის გაგრძელება იმისთვის რომ ჩვენ მივიღოთ საქართველოში ისეთი სასამართლო როგორც ჩვენ გვინდა. ასევე არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, არ ვიცი დროში ფიზიკურად მოვასწრებ თუ არა.
თქვენი დრო. კარგით, მაშინ. გასაგებია თქვენი პოზიცია სასამართლო ხელისუფლებაზე, წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებლად ცალკე გადაცემას დავგეგმავთ, ახლა აუცილებლად უნდა ვისაუბროთ საზოგადოების, მით უმეტეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე, რამდენად არიან ჩართულები და რამდენად განსაზღვრავენ ბატონ მამუკა, ისინი რამდენად მიუთითებენ პოლიტიკურ ინსტიტუტებს, როგორ უნდა იმოქმედონ მათ ქვეყნის საკეთილდღეოდ. თუ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე ყველამ გვიპასუხოთ 1-19 წამი გვექნება. ჩაერთო წამზომი. ჯერჯერობით ეს ერთადერთი კითხვაა, რომელიც მთავრობას და ინსტიტუციებს არ ეხება და აქედან გამომდინარე სიყვარულში მინდა გამოვუწყდეთ ჩვენს არასამთავრობოებს, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას, მიულოცო ის მეტი და მზარდი გავლენა, რაც მათ პროცესებზე აქვს, მათ შორის მთავრობაზე, მათ შორის სხვადასხვა კამპანიის დაწყების თვალსაზრისით და მათი როლი მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი დემოკრატიის განვითარებისათვის, მათ შორის ამ არჩევნების პერიოდში, კამპანიისას, შემდეგაც დაკვირვება იქნება ეს მონიტორინგი თუ ახალი ინიციატივებით გამოსვლა და მათ ყველაზე დიდი როლი აქვს შესასრულებელი ქართული დემოკრატიის განვითარებაში. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, კრიტიკის სახით მთავრობის მისამართით შემიძლია ის თქვა, რომ ისინი რა თქმა უნდა მეტად უნდა ითვალისწინებდნენ აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება ეს საკანონმდებლო სასამართლო იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მოდის სამოქალაქო სექტორისაგან და ეს კარგად ცნობილია, რომ ისინი ყველაზე პროგრესულები არიან მთელს რეგიონში ჩვენს გარშემო. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ როგორ შეაფასებთ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში? პირველ რიგში უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოების როლი არის გაზრდილი, ბევრად ახლა ასევე თუ წინა პერიოდს ავიღებთ. გაზრდილია, მეტი გავლენა აქვს, მეტად usmenen მათ ყველაზე ახლა ეს გაპირობებული იმის გამო არ არის სამწუხაროდ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებია გაძლიერებული, უფრო ხელისუფლების სისუსტის მომენტია და ასე ვთქვა, აი იმის რომ ეს ინსტიტუტები ჩამოყალიბებული რომ არ არის უფრო ამისი, მაგრამ ფაქტის სახეზია. ეს ერთია. ნუ სამწუხაროდ იყო ერთი ცუდი ტენდენცია ჩემის აზრით, რაც სამოქალაქო საზოგადოებაში ეს იყო საკმაოდ ექსტრემისტული, საკმაოდ ასე ვთქვათ აი ანტიდასავლური ჯგუფების ვითომ სამოქალაქო საზოგადოების ეგიდით გამოყვანა ასპარეზზე, რომელსაც აშკარად იყო ხელისუფლებიდან რაღაც გარკვეული შტოებიდან ეს ხელშეწყობილი, არ ვიცი რა მიზნები ამოძრავებდა, თქვათ, ბატონი სადღობელაშვილების გაბედოების და ის მსგავსთა რაღაცა გამოყვანას და ბატონი უფლებადამცველი ვითომ ჟავანაძის მსგავს პერსონების, მაგრამ ეს რომ ხელისუფლებიდან იყო სერიოზულად ხარდაჭერილი, რომელიც მე უნდა და ვითომ ეთამაშათ რაღაც ხალხის რისხვა. ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა და რჩება სერიოზული პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ გადაცემის ეს ნაწილი წამოიწურა, უნდა დავასრულოთ გადაცემა. ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონო თამარ თქვენ, ძალიან დიდი ბოდიში ბატონო ლევან თქვენ. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე და საზოგადოების ჩართულობაზე გავამართლოთ და ინტერაქტივი ამოვიკითხოთ, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რას ანიჭებს ჩვენი მაყურებელი უპირატესობას მაღალი ხარისხის დემოკრატიას თუ სწრაფ განვითარებას? ჩვენი მაყურებლის 11% უპირატესობას ანიჭებს მაღალი ხარისხის დემოკრატიას, სწრაფ განვითარებაზე დარეკა ჩვენი მაყურებლის 6%-მა, ხოლო ჩვენი მაყურებლის უმრავლესობა 83% თვლის, რომ ორივე ერთად შესაძლებელია დემოკრატიის მაღალი ხარისხით და სწრაფი განვითარება. სწორედ ეს არის საზოგადოების ჩართულობა ჩვენს გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. 59 წამი დაბრუნდება პირდაპირ ეთერში შემდეგ კვირას ზუსტად 9 საათზე, სადაც წამზომი კიდევ ერთხელ ჩაირთვება. ნახვამდის.